საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერიდან მე თამარ გორხელაშვილი მოგესალმებით და გაგაცნობთ დღის აქტუალურ თემებს. ორი მკვლელობა კახეთში და გარდაცვლილი ახალგაზრდები რა გახდა საზარელი დანაშაულების მიზეზი. მითომ უყვარდა და იმიტომ მოკლავდა. ამ საათზე მოხდა ეგ მოვარდნა და ეგ ამბავი მოხდა. გურჯაანში 24 ვაკანსიაზე 179 კონკურსანტი იბრძოლებს. როდის გაიმართება საჯარო მოხელეთა კონკურსი? ტესტირების ეტაპი გაიმართება 24-25 მარტს. წირი შემოსავალი, რომელიც ბავშვების მკურნალობისთვის საკმარისი არ არის, რა პრობლემებია ობოლაშვილების ოჯახში. ძალიან გვინდა რომ რაღაცა მოხერხდეს ისე რომ ეს ბავშვი გადმოვიდეს გურჯაანის სადიალეზოში. არამდგრადი ამინდები და მომატებული სეზონური დაავადებები. არის თუ არა საგანგაშო მდგომარეობა. განსაკუთრებით მეტია ბავშვის მომართვიანობა. დედოფლის წყაროში სხვადასხვა სირთულის თვალის ოპერაციების მორიგი ეტაპი ჩატარდა. თელავის უნივერსიტეტის რექტორი არჩეულია, ვინ უხელმძღვანელებს თესაოს. თავარი პრიორიტეტი ეს არის სწავლის ხარისხის ამაღლება. რა სადროდის ფინალური ტური გურჯაანში, ვინ გახდა სეზონის გამარჯვებული? ეს ერთ-ერთი მოტივატორია ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ შემდეგ თვითონაც მიიღებენ ამ თამაშებში მონაწილეობას. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ორი დღის განმავლობაში მომხდარი ორი მძიმე მკვლელობა კახეთში. გურჯაანში 26 წლის ახალგაზრდა მამაშვილის სასიკვდილოდ გაიმეტა. სიღნაღში კი 35 წლის მამაკაცმა ყოფილი თანამშრომელი 28 წლის გოგონა მოკლა. შემდგომ კი თავი ჩამოიხრჩო. დანაშაულების დეტალებსა და სავარაუდო ვერსიებზე ნინო სამნიაშვილი კი ამბობთ. სოფელ გურჯაანში გამთენიისას 26 წლის გია ჩუგოშვილმა ზედმეტ სახელად მესკეტამ 25 წლის მეზობელი ჯაბა ელიზბარაშვილი მოკლა. მამამის ნოდარ ელიზბარაშვილს კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მეზობლების ინფორმაციით მამაშვილი ელიზბარაშვილები გია ჩუგოშვილის სახლში თავად მივიდნენ და ურთიერთშელაპარაკება სწორედ ბრალდებული საცხოვრებელში დაიწყო. მკვლელობის შემდეგ გია ჩუგოშვილი მიიმალა. 3 საათზე მოხდა ეგ მოვარდნა და ეგ ამბავი მოხდა 3 საათი ღამისა. ჩემმა ძმისმა გამოიარა იქით ხრიდან, თავისთვის ღიღინებდა, მღეროდა. ხო და ამ სიმღერის მემრე წამოვიდა სახლში, დაიძინა დაწვა, ხო? 1 საათი თუ რამდენი გავიდა, არ ვიცი. მამაშვილი მოსულან მიუნგრევლიათ კარები, შეცვლილან შიგნით და ხელში ეჭირა და დანა. პლუს არანაკლებ სხვა იარაღიც ჰქონდათ, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა. და ამ შენგრევის მემრე შიგიდან გამოეხმაურა, ვინც მე პატრონია და მოვიდა და მოხდა რაღაცა, რა ვიცი. ექიმების ინფორმაციით ნოდარ ელიზბარაშვილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დღეს გამთენიისას 4-5 წუთზე შემოვიდა კლინიკას მომართა ორმა პაციენტმა. დაწყებული იქნა ოპერაცია, მიუხედავად მცდელობისა, სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. მეორე პაციენტი ასევე მრავლობითი ჭრილობებით, ნაკვეთი ჭრილობებით, გულმკერდის და მუცლის არეში, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობებით, წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებებით. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. საქმე 100 მერვე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. პოლიცია 26 წლის გია ჩუგოშვილის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. გარდაცვლილი ჯაბა ელიზბარაშვილი კი ციხიდან რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. იგი სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა. წუხელ მკვლელობა მოხდა სიღნაღშიც. დაახლოებით 35 წლის მამაკაცმა ყოფილი თანამშრომელი 28 წლის მარი ბალიაშვილი მოკლა. შემდგომ კი თავი ჩამოიხრჩო. აქაურების ინფორმაციით გოგონა მეუღლეს რამდენიმე თვის გაშორებული იყო. მამაკაცი კი მას ცოლობას თხოვდა. ვითომ შელაპარაკების ნიადაგზე ემუქრებოდა ის ბიჭი, როგორც თქვეს. მითომ უყვარდა და იმიტომ მოკლავდა და წავიდა და თვითონაც თავი მაიკლავ ეხლა. მანქანით ვიღაცა გოგო იყო და იმანაც. ეს ბავშვიანი იყო, ის დასანიშნი ბიჭიო და მე თქვი რომ რა თუნდოდა მაისა, ალბათ უყვარდა და იმიტომ. რა წუხევ და ეგ ვიცი მარტო. გარდაცვლილი მარი ბალიაშვილის ახლობლის ინფორმაციით მშობელმა გოგონა მართვის მოწმობის თეორიის კერძო გაკვეთილზე მიიყვანა და სწორედ აქ დაუხვდა მას თაყვანისმცემელი გოგიტა გელაშვილი. მათ შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა და გოგონამ თავის დაცვა ვეღარ მოახერხა. ახლობლის ინფორმაციით მას არც თვითმხილველები მიეხმარნენ. მომხდართან დაკავშირებით საქმე განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძღრული. სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არა. 28 წლის მარი ბალიაშვილს კი 2 წლის შვილი დარჩა.
გურჯაანის გამგეობასა და საკრებულოში 24 ვაკანტური ადგილისთვის 179 კონკურსანტი იბრძოლებს. უკვე ცნობილია ტესტირების თარიღიც. კონკურსის მეორე ეტაპი 24 და 25 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე 557 განაცხადი შევიდა. მათგან 101 აპლიკანტს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო უარი ეთქვა. თუმცა საპრეტენზიო კომისიამ 12 მათგანივე განიხილა და 12-ვე დააკმაყოფილა. შემოსული იყო საპრეტენზიო კომისიაზე 13 განცხადება, აქედან ერთი იყო საინფორმაციო შინაარსის, ხოლო 12 იყო ტექნიკური ხარვეზების გამო, 12 აპლიკანტი დაკმაყოფილი და გადაეგზავნა საკონკურსო კომისიას და ისინი გადალახავენ, მათაც გადალახეს პირველი ეტაპი და მიიღებენ მონაწილეობა შემდეგ ტურში. კონკურსი არის საკმაოდ მაღალი, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ შესაბამისად, არის 24 ვაკანსია და 22 ვაკანსიაზე, ტესტირება პირველ გასაუბრების საბუთების შერჩევის პირველი ეტაპი გაიარა 179-მა კონკურსანტმა. კონკურსი არის საკმაოდ მაღალი. ერთ ოთახში მცხოვრები 6-სულიანი ოჯახი და შვილის მკურნალობისთვის გზის ფულად დახარჯული შემოსავალი. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ოჯახს, სადაც ორი მცირეწლოვანი იზრდება, თვიდან თვემდე თავის გატანა სოციალური დახმარებით და პენსიით უწევთ. ობოლაშვილები ამ ფულს საკვების საყიდლადაც ვერ იმეტებენ, რადგან შვილის დიალეზით მკურნალობისთვის გზის ხარჯები აქვს დასაფარი. დღეს მათი პრობლემებით ვერაიაშვილი დაინტერესდა. 6 სული ცხოვრობთ ამ ერთ ოთახში, ამას თუ ცხოვრება ქვია და პირობები ქვია? სვეტა ობოლაშვილი სოციალურად დაუცველია სახლში, სადაც მხოლოდ ერთი ოთახია, 6-ნი ცხოვრობენ. თვიდან თვემდე მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება და ავადმყოფობის პენსია, რაც ორი ავადმყოფი ბავშვის სწავლებისთვისაც არ ყოფნით. მათგან ერთ-ერთი დიალეზით მკურნალობას საჭიროებს და იმის გამო, რომ გურჯაანში მისთვის ადგილი არ გამოინახა, კვირაში 3-ჯერ თბილისში დაყავთ. ბიჭი მყავს დიალეზე, რომელიც დადის დღეში კვირაში 3-ჯერ უწევს დიალეზე წასვლა თბილისში. ძალიან გვინდა რომ რაღაცა მოხერხდეს ისე რომ ეს ბავშვი გადმოვიდეს გურჯაანის სადიალეზოში. იქნება როგორმე რაღაცა ადგილი გამოუჩინონ ამ ჩემს შვილს და გადმოვიყვანოთ ამ გურჯაანში. როგორც სვეტა ობოლაშვილი ამბობს, ავადაა მისი შვილიშვილიც, რომელიც ახლაც კი სტაციონარშია მოთავსებული. დიასახლისი გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. ცხოვრობ ძალიან უმძიმეს პირობებში, გაზი არ გვაქვს, წყალი არ მოგვდის, ჩვენ თვითონ პირადად ვეზიდებით მეზობლისგან. შეშის იმედით ვარ ზაფხულშიც, ზამთარშიც. 3-ჯერ თუ 4-ჯერ რამდენი მთავრობა შეიცვალა, მე აიქ ვერაფერი ვერ შევაცვლევინე, ვერც ჭერი ვერ დავახურინე. აი მთელ უბანში ლამის ჭერები დახურეს და აიქ ჩვენთან რო შემოვიდნენ, აქ არავინ არ მოგვაქცია ყურადღება. ის საშინელ მდგომარეობაში ვარ. ობოლაშვილების გაჭირვებულ ყოფაზე მათი მეზობლებიც საუბრობენ. მათი განმარტებით ცდილობენ შესაძლებისდაგვარად დაეხმარონ კიდეც, თუმცა ამით მათ მდგომარეობას ვერ ამსუბუქებენ. ამაზე გაჭირვებული არავინ არ არის შელომობაში. ეგ ერთ პატარა სახლში რამდენი ადამიანი და ავადმყოფი ბავშვი დიალეზე ყავს. მეზობლები ვეხმარებით ყველანაირად ნამედანად, თუ კი მაგ რამე არაფერ დავზოგმა. ამ სოფელში არავინ არის გაჭირებულები, როგორც ესენი არიან შვილის ოჯახია, გაუბედურებული ოჯახია. თან ავადმყოფი არიან სულყანანი. ობოლაშვილები კეთილი ადამიანების დახმარების იმედად რჩებიან. არამდგრადი ამინდები და მომატებული სეზონური დაავადებები მოსახლეობა სამედიცინო კლინიკებს ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ინფექციებითა და მაღალი ტემპერატურის ჩივილებით აკითხავს. ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ სიმპტომებს თვალის ინფექციური დაავადებაც ერთვის. რამდენად ხშირია ექიმთან მომართვიანობა და რას ურჩევენ მედიკოსები მოსახლეობას, ეთერ-თეტრაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. თვალის კონიუნქტივი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, გურჯაანში სეზონური დაავადებები გახშირდა. შესაბამისად, მომართვიანობა გაიზარდა როგორც სტაციონარში, ასევე კლინიკებში. თერაპევტ მანანა კანდელაკის ინფორმაციით, მას ყოველდღიურად 20-25 პაციენტი აკითხავს. სეზონურად მომართვიანობა პაციენტების ამ ვირუსებთან დაკავშირებით იზრდება. ვირუსები ძირითადად არის სასუნთქი გზების დაავადებით მიმდინარეობს. გარდა სასუნთქი გზების რეციდივებისა გვხვდება საშარდე სისტემებზეც. მომართვიანობას რაც შეეხება განსაკუთრებით მეტია ბავშვის მომართვიანობა. პაციენტთა მომართვიანობა გაზრდილია ოფთალმოლოგთანაც. ბოლო დღეებში თვალის ინფექციებმა იჩინა თავი. მისი სიმპტომებია თვალის წვა, ცრემლდენა და ქუთუ თოების შეშუპება. ოფთალმოლოგი რუსუდან ქიტიაშვილი მოსახლეობას რჩევებს აძლევს.
ოჯახში, სადაც პაციენტს აღმოაჩნდება ვირუსული თვალის ვირუსული ინფექცია, აუცილებლად გაფრთხილებაა საჭირო და პირადი ჰიგიენის დაცვა. აუცილებლად პირსახოცი ხშირად უნდა იცვალოს პირსახოცი, ხშირად ყოველდღიურად უნდა ირეცხებოდეს მისი თეთრეული, ტანსაცმელი და გარშემო მყოფებმაც, რა თქმა უნდა, შესაბამისად უნდა დაიცვან თავი. იმ გაგებით, რომ ძალიან ხშირად უნდა ვიბანოთ ხელები. მედიკოსები ამბობენ, რომ მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. მარინა კაპანაძე მოსახლეობას ურჩევს, რომ თვითმკურნალობისგან თავი შეიკავონ და პირველივე სიმპტომებისთანავე ექიმს მიმართონ. მოსახლეობას მივცემდი იმ რჩევას, რომ აუცილებლად ხელები უნდა დაიბანონ დღეში რამდენჯერმე, ჰიგიენა პირველ რიგში წამყვანია ვირუსული ინფექციებისთვის, რათა ხელით ვირუსი არ მოხვდეს თვალის ლორწოვან გარსზე, არ გამოიწვიოს კონიუნქტივიტები, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს, სასურველია ავადმყოფობა მიმართოს ექიმს. მედიკოსები ვირუსების რაოდენობის შემცირებას აპრილის თვიდან ვარაუდობენ. დედოფლის წყაროში სხვადასხვა სირთულის თვალის ოპერაციების მორიგი ეტაპი ჩატარდა. თელავის უნივერსიტეტის რექტორი არჩეულია, ვინ უხელმძღვანელებს თესაუს. თავარი პრიორიტეტი ეს არის სწავლის ხარისხის ამაღლება. რა სადროდის ფინალური ტური გურჯაანში, ვინ გახდა სეზონის გამარჯვებული. ეს ერთ-ერთი მოტივატორია ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ შემდეგ თვითონაც მიიღებენ ამ თამაშებში მონაწილეობას. დედოფლის წყაროში სხვადასხვა სირთულის თვალის ოპერაციების მორიგი ეტაპი ჩატარდა. პროექტი დედოფლის წყაროს ავადმყოფოს და ოფთალმის შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ხორციელდება. როგორც დედოფლის წყაროს საავადმყოფოს ოფთალმოლოგმა მაია ტოკლიკიშვილმა განაცხადა, უმწვევებს ოპერაციები უფასოდ ჩაუტარდათ, პენსიონერებს კი მხოლოდ 10%-ის გადახდა მოუხდათ. ამ დრომდე მსგავსი პრობლემის პაციენტები წნორსა და გურჯაანში დადიოდნენ, რაც დამატებით ხარჯებს საჭიროებდა. თანამშრომლობთ 2014 წლის დეკემბრის თვიდან გაკეთდა უკვე 43 ოპერაცია, გლავკომები, კატარაქტები, პტერიგიუმები, ქალაზიონები, ქუთუთოს პლასტიკაზეც იმუშავებს. ხალხი იმდენად არ იკმაყოფილი, რომ რაიონულ აქვე ხდება ეს ყველაფერი. დავიწყეთ ოპერაციების კეთება დედოფლის წყაროში. ჩვენ ძალიან ჩქარა გადავალთ ძალიან თანამედროვე უნაკერო ტიპის ოპერაციებზე. ხალხში ამას ლაზერს ეძახიან, სინამდვილეში ეს არის ულტრაბგერითი ოპერაციები. იმისათვის, რათა დედოფლის წყაროს მოსახლეობას გარკვეულად შვება იგრძნონ და არ მოუხდეთ ამგვარი ოპერაციებისთვის თბილისში ჩამოსვლა. პენსიონერს აბა პენსია არ ეყოფა იმდენად, რომ ოპერაციაც გაიკეთოს და თავიც ირჩინოს და უფასო დახმარებით გადის იოლად ადამიანი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ასოცირებული პროფესორი ირმა შიაშვილი აერჩიოს. შიაშვილი ყოფილი რექტორის ავთანდილ ღელაღუტაშვილის მოადგილე იყო. ახალ რექტორს თელავის აკადემიური საბჭოს 5-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. 2015 წლის 22 დეკემბრიდან ირმა შიაშვილი რექტორის მოვალეობას ასრულებდა. ირმა შიაშვილი თელავის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 2013 წლის 8 ნოემბერსაც მონაწილეობდა. მაშინ მან აკადემიური საბჭოს 2 წევრის ხმა მიიღო. თელავის უნივერსიტეტის პირველი პირის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმაღლესი სასწავლებლის რექტორს ავთანდილ ღელაღუტაშვილს აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. მინდა შექმნა ისეთი ძლიერი გუნდი, რომელიც გაბედულ ნაბიჯებს გადადგავს და რა თქმა უნდა წინ დახედავს. თავარი პრიორიტეტი ეს არის სწავლის ხარისხის ამაღლება და ყველაფერი ის, რაც ამ მიზანს ემსახურება და იმ სამსახურების გაძლიერება, რომლის მთავარი პრიორიტეტი იქნება სწორედ სწავლის ხარისხის ამაღლება. გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის რა სადროდის ფინალური ტური გაიმართა. დასკვნით ეტაპზე ერთმანეთს 6 რჩეული გუნდი დაუპირისპირდა. საბოლოოდ კი პირველი ადგილი და ორგმინის სტატუეტი ბუს გამოსახულებით ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდს ერგო. თამაში გურჯაანის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, ისი მიზანიც ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება იყო. ინტელექტუალური თამაში რა სადროდის გურჯაანში ტრადიციულად თებერვლის პირველ რიცხვებში იწყება და მარტის დასაწყისში მთავრდება. იყო 4 ტური, 6 გუნდი გადავიდა ფინალში და ძალიან წარმატებულად ჩაიარა ფინალმა, ყავს გამარჯვებულიც, რომელსაც გადაეცათ ფასიანი პრიზები. საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმით ერთ დაკავებული ახალგაზრდობა ინტელექტუალური თამაშები, რაც
ერთიურად აორმაგებს ამ გადაცემის მნიშვნელობას და მეორეც კიდე რა ვიცი ეს ერთ-ერთი мотиваტორია ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ შემდეგში თვითონაც მიიღებენ ამ თამაშებში მონაწილეობას. ქართულ ამბანს ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ინფორმაცია დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. მთავრობის გადაწყვეტილებით ქართულ ამბანთან ერთად ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა გრაკლიანის გორა, სადაც მუზეუმის მოწყობა იგეგმება. ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი ძეგლისთვის ამ სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რამდენიმე თვე მუშაობდა. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყვაშვილი გაგაცნობთ. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონის გარეთ ვითარდებოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე აერჩიეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე პარლამენტის წინაშე ფიცი უნდა დადოს. დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მისი ბიოგრაფიული და პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, თუმცა კანდიდატურასთან დაკავშირებით სესიაზე მსჯელობა არ გამართულა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით 10 წლის ვადით აირჩია. ნინო გვენეტაძემ ამ თანამდებობაზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 მარტის აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციებს გეგმავს. აქციაზე დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მოსახლეობას გზების გადაკეტვასა და ქალაქში გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება. აქ უსაფრთხოების ზონები დაცული იქნება, როგორც განვაცხადეთ, ხვალე დამატებით გაკეთება განცხადებით, რომ რა გზები დაიკეტება, სად იქნება შეფერხებები, სად იქნება თქვა საშუალება გააჩერება მანქანები, თქვა თუ ჩამოვლენ რეგიონებიდან. თუ ახალი არაფერი არ არის. ანუ კონსულტაციები გექნებათ აქციის ორგანიზატორებთან? რა თქმა უნდა, კი. ქართული არტილერია 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. არტილერიის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ვაზიანში. პირველი საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. არტილერისტებს პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა. გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ქართული არტილერიის დღეს. ეს დღე ჩვენ ვიზეიმეთ 15 მარტს. მინდა მოგილოცოთ ქართული არტილერიის 23 წლისთავი. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო ყველა ქართულ არტილერის ძველი თაობის ჩვენ ვეტერანებს, ახალგაზრდა სამხედროებს, ახალგაზრდა ჯარისკაცებს. ამავე დროს მინდა განვაცხადო, რომ ქართული არტილერია იყო, არის და იქნება საქართველოს შეერთებული ძალების წამყვან საბრძოლო მიმართულებად. ქართულ არტილერისტებს ულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს ქართული არტილერია გახდა 23 წლის, უსურვებს წარმატებებს და წინსვლას სამსახურებრივ ეგრევე პირად ცხოვრებაში. ძალიან დიდი გრძნობა არის, რომ დაფასება ხდება ჩვენ შეერთებულ ძალებში, სამხედრო მუნდირი ფასდება ზემდგომებისთანაც და ჩვენ დგომასაც უფასებთ. ულოცავ ყველა არტილერიის დღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა მე-20 საუკუნის ქართველი გმირების შთამომავლებს უმასპინძლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და არქივის ხელმძღვანელებმა სტუმრებს არქივის მიერ გამოცემული 2015 წლის კალენდარი გადასცეს, რომელიც ქართველი გმირების ისტორიებს ეძღვნება. ღონისძიებაზე სტუმრებს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ბრძანება 486, რომელიც 1927-28 წლებში რეპრესირებულ ქართველებს ეძღვნება. მოწეული ყავდა ის პიროვნებები, რომლებიც არიან შთაომავლები იმ პირებისა, რომლის შესახებაც ჩვენ აღვწერეთ 2015 წლის კალენდარში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პიროვნებები არ აყოფილან შემთხვევით შერჩეულები, ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე მთლიანად მიუძღვეს საქართველოს დამოუკიდებლობას და დაისაჯენ იმისთვის, რომ მათ უნდათ რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი. გადაუჭერბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ის საქმიანობა, რომელსაც ეწევა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, არის ძალიან ეროვნული დატვირთვისა. ეს არის უბრალოდ დაფასება, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი მხრიდან, ქართველი ხალხის მხრიდან
აი ესე უმოწყალოდ განადგურებული ოჯახების ბედის მიმართ და დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ საერთოდ ჩემ თაობას პირადად დიდად აღარ ახსოვს და ხანდახან რომ ამბობენ რომ აი ლევან გოთუას შვილი საერთოდ უკვეთ რომ ვინ იყო რა იყო და ასე რომ ძალიან მიხარია რომ დღევანდელი დღე შედგა და ძალიან მინდა რომ ხალხმა გაიცნოს. ახსოვდეთ, იმიტომ რომ ეს გმირები ნამდვილად არ უნდა მიეცეს დავიწყებას. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. დღეს მზე 2 საათითა და 14 წუთით დაბნელდა. ინოვაციური ფეხსაცმელი, რომელიც ფერს იცვლის. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. უკრაინაში დემობილიზაციის პროცესი გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა 2015 წლის 1 მაისამდე კიდევ 10,000-ობით სამხედროს დემობილიზაციის შესახებ განაცხადა. პირველ ეტაპზე ანტიტერორისტული ძალების 35,300 სამხედროს დემობილიზაცია განხორციელდება. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გასცა ბრძანება ისეთი საკითხების სწრაფად მოგვარების შესახებ, როგორიცაა ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობის მოწმობის გაცემის, სამხედროებისთვის კომუნალური გადასახადებისგან ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლების და მათ ძველ პოზიციებზე დაბრუნების შესახებ. მინსკის შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. როგორც დოკუმენტში აღნიშნული, მოსკოვი კიევს, ლუგანსკისა და დონეცკის ლიდერებთან ადგილობრივი არჩევნების მოდელთან დაკავშირებით დიალოგისკენ მოუწოდებს. რუსეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციას დახურულ შეხვედრაზე განიხილავენ. გაეროში ასევე იგეგმება რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული ვითარების შესახებ დისკუსიაც. ტუნისის დედაქალაქის მუზეუმში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ამ დროისთვის დაკავებულია დანაშაულში ეჭვმიტანილი 14 პირი. ბოლო ინფორმაციით ბორდოს მუზეუმზე შტურმისას, რომლის შედეგადაც ორივე ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა და დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. აქედან 20 ტურისტია, დაჭრილია 40-ზე მეტი ადამიანი. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. დღეს 20 მარტს დედამიწის მაცხოვრებლები მზის სრული დაბნელების მოწმეები გახდნენ, რომელიც 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. წელს მზის დაბნელებამ ბუნიობას დაემთხვა, რა დროსაც დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უტოლდება და ამ დღეს მზე ცის ეკვატორს გადაგვეც. მზის დაბნელების დროს მისი დისკოს ყურება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა თვალის დაზიანება გამოიწვიოს. ლიტვური კომპანია ჭკვიანი ფეხსაცმელების საწარმოებლად სახსრებს აგროვებს, რომელთა ზედაპირი ელექტრონული მელნის ტექნოლოგიითაა შექმნილი. ელექტრონული მელნის ზედაპირი მფლობელ საშუალებას მისცემს ფეხსაცმლის ზედაპირზე ფერი ხასიათის მიხედვით შეარჩიოს. სმარტფონთან დასაკავშირებლად ფეხსაცმელი Bluetooth იყენებს, შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობა ძირებშია ჩაშენებული. ფეხსაცმელი $150-დან $500-მდე ეყიდება. ჩაპრეთ 3 კინოეკრანებზე 5 ივნისს გამოვა. გამოშვებაში კი ასევე ნახავთ. ქართულმა სამხედროებმა ავღანეთში სპორტული შეჯიბრება გამართეს. 5 ივნისს რეჟისორ ლი უონელის საშინელებათა ჟანრის ფილმი ჩაპრეთ 3 გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს დერმოტ მარლუნი და სტეფანი სკოტი ასრულებენ. ფილმში ნათელ მხილველი ცდილობს გადაარჩინოს გოგონა, რომელშიც ბოროტის სული სახლდება. ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. ასპარეზობაში ერთმანეთს საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის 51 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ჩეხეთის სამხედრო კონტინენტის ჯარისკაცები დაუპირისპირდნენ.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კელერაში ევრო 2016-ის ელიტ რაუნდის პირველი მატჩი ჩაატარა. პორტუგალიასთან და დიდი ანგარიშით დამარცხდა. პორტუგალიელებს სრული უპირატესობა ჰქონდათ ჩვენებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის 10 წუთში გაუწიეს. თავად კი სულ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი გამოშვება ამით დასრულდა. ნახვამდის.